ჩვენი არხის მხარდამჭერები. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას პატივისცემით, ვიმყოფებით ბათუმში. თქვენ იცით, რომ ეს ქალაქი ძალიან მაგრად მიყვარს და ისიც იცით რატო. იმიტომ რომ ამ ქალაქს აქვს ძალიან მაგარი მაღაზია იარაღების და ვიცი რომ რაღაცა ახალი აქვს მიღებული. წავიდეთ და ვნახოთ ნეტავ რა არის. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მოგესალმები პატივისცემით. გამარჯობათ. აბა ერთი მითხარი, ვიცი რომ მიღებული გაქვს რაღაცა ახალი, კარგი იარაღიაო და რამდენად კარგი არის და საერთოდ რა იარაღი არის. სანამ მაგას გეტყოდე, მაყურებელს ვეტყვი რომ გამოიწეროს უკვე ჩვენი არხი ქვია, ყველა მონადირის არხია და ლაიქოს, რომ ასეთი ბევრი სიახლე იქნება შემდგომ და არ გამორჩეს. რაც შეეხება იარაღს, ალბათ ახსოვს ჩვენ მაყურებელს ეჭკინარმსის გლუვლულიანები რომ დავტესტეს და უკვე ეს იარაღი კარგად გაიყიდა. ხალხმა მოიწონა სინამდვილეში. კი, მოიწონა, რეალურად კარგი აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე დავინტერესდით უკვე ხრახნილზე. ვაღიარებ იმას, რომ სანამ გაყიდვაში ჩაუშვებდით ამ იარაღს, მანამდე ერთი ცალი ჩემთვის შემოვიტანე და უკვე წელიწად ნახევარია რას არ ვუშვები ამ იარაღს. ძალიან მაგარი სიზუსტე აქვს. სანადირო ვერსია, სუფთა თვალსაზრისით მინდა გითხრათ. ესეთი, მოდი გაჩვენო, ჩაგახედო. 1.8 ტვისტი აქვს. არ არის გადამძიმებული იარაღი, ზომიერად აქვს. ეს პეკატინის თამასაც, აი ისეა გაკეთებული, აი სუფთა სანადირო თვალსაზრისით. ვიზუალური მხარე ამას აქვს ტაქტიკური, მაგრამ შენ ორჯერ უკვე ახსენე რომ სანადიროთაც შვენიერიაო, ხო? თავად გინადირია? კი, მინადირია. უფრო სიმართლე გითხრა, უფრო მიზანში სროლა მიყვარს ამ იარაღიდან, იმიტომ რომ უზუსტესია. დავტესტოთ და ერთად ნახოთ ამის შესაძლებლობა. დღეს გვექნება მაგის შესაძლებლობა? კი, აუცილებლად, იმიტომ რომ კი იცი ჩვენი ამბავი, ისე არავის არაფერს არ თავაზობთ, ჩვენ თუ არ გამოვცადეთ, ну რა თქმა უნდა, შენი დახმარებით. უფრო ახლოდან დამათვალიერებინე ეს იარაღი, მე აქ ხედავ რომ მშრალი სამიზნე თამასებია, ხო? რომელიც ვერ ვიტყვი, მაგრამ რომ აი მაღალი ხარისხის სამიზნე მოწყობილობები აქვს, თუმცა ვთვლი რომ მე რომ ეს იარაღი სახლში წავიღე, ესე რომ ვთქვა, ეგრევე მოხსენი ეს ორივე სამიზნე და დავაყენე ეგრეთ წოდებული ზაგონიკი. უმაგრეს შედეგებს იძლევა მერწმუნედ, აი გინდა სპორტული სროლისთვის, გინდა სანადიროთ, ისე ვიზუალურადაც ბევრად გამარჯვებულად გამოიყენება. შეკითხვა მაქვს ესეთი რა, შეიძლება ცოტა ჩამჭრელი იყოს ახლა, მაგრამ მაინც ვითვალისწინებ იმ ამბავს, რომ მთელი წელიწად ნახევარია ფაქტიურად ხმარობ ამ იარაღს. რა დისტანციაზე გამოდგება ეს იარაღი და რა კალიბრი არის შემახსენე? 5.56 კალიბრია, ვიტყვი იმას, რომ ეს იარაღი რეალურად კეთდება ჯეროვანი სროლის ფუნქციით, ჩვენ გავაუქმებიეთ ეს ფუნქცია. და ეხლა არის საცალო გასროლით, გათვლილია 5.56 კალიბრის ჯეროვანი სროლის დატვირთვაზე, გათვლილია ეს იარაღი და დიდი ალბათობით საცალო გასროლით ამას, რა ვიცი, ვერაფერს ვერ დამართებს ადამიანი. ანუ შენი მისთქმა გინდა რომ რეალურად ეს არის ავტომატის ბაზაზე აწყობილი და ეხლა გამოიყენება, ასე ვთქვათ, საცალო გასროლებისთვის, ხო? ჩვენ გავაუქმებინეთ ეს ჯეროვანი გასროლების ფუნქცია ამ იარაღში. ეხლა ქარხანაში რომ მივედით, ну, მოგეხსენებათ სეჩკინის ლულის ხარისხებით მოხიბლული ვარ, გინდა გლუვლულიანის და გინდა ხრახნილით. და მაგიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ დაგვემზადებინა ეს იარაღი და გაამართლა. ეს ონლაინ მაღაზია, სადაც ყველაფრის შეძენა შეძლებთ. აქ ფართო არჩევანია: ტექნიკა, სახლი, ეზო, დეკორი, მშენებლობა და რემონტი, სპორტი, მოგზაურობა, სოფლის მეურნეობა, ბავშვთა სამყარო, წიგნები და საკანცელარიო ნივთები. მოკლედ, არჩევანი დიდია.
ბალო, ამ იარაღის ფასი რა გვაქვს? ამ იარაღის ფასი შევჯერდით 2800 ლარი იქნება 16 ინჩიანი ლულითაც და 18 ინჩიანი ლულითაც. ანუ სხვადასხვა ზომის ლულები კი, გვაქვს? ჩვენ გვაქვს ორი ვერსია, გვაქვს 16 ინჩიანი ლულით და 18 ინჩიანი. ეს კონკრეტული მოდელი არის 18 ინჩიანი ლულით. ლულა დაკიდებული არის თუ რამე საყრდენი? თქვენ წარმოიდგინეთ, პირველად მე ცოტა ისე უყურებდი, რომ შევნიშნე, შეგიძლია გადაიღო, ლულა არ არის დაკიდებული და ცოტა ისე უყურებდი ამის სიზუსტეს, თუმცა აი ზუსტად ვიცი, რასაც გეუბნები, გაგაოცებთ ეს იაფასიანი იარაღის თავისი დაჯგუფებით და სიზუსტით. მაშინ საინტერესო იქნება ნამდვილად სიზუსტეზე და ხوار წავიდეთ და ვნახოთ. კი, წავიდეთ. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მეგობრებო, ვემზადებით გასროლებისთვის. დღეს ჩვენთან არის ასლანი, ყველაფრის უკვე ნაცნობი. მოგესალმებით. ძვირფასო გამომწერებო. ბალო, ესე იგი, პოტენციურო. ხო, პოტენციურ, ხო, რა თქმა უნდა. ბალო, რა დისტანციაზე გვექნება ტესტი? 100 მეტრზე ვესროლოთ და მეც მაინტერესებს. ნუ იარაღები გასწორებული არ არის, უფრო დაჯგუფება მაინტერესებს 100 მეტრზე რა შედეგს მოგცემს. კარგი, საინტერესო იქნება. მოკლედ 100 მეტრზე გავისვრით. დიდი ალბათობით რიგრიგობით რომ არ კონდეს რამე გადაცდომას ადგილი. დაახლოებით გასწორებულია ლაზერზე ეს ზაგონი კი 1.624 გადიდებით. ამ გაუხსნელი ლულით ძალიან მაინტერესებს მეც რა შედეგს მოგცემს 100 მეტრში. იდეა ჩვენი გასროლებისა რაში მდგომარეობს რა? უფრო დაჯგუფება მაინტერესებს. დაჯგუფება არის საინტერესო ზოგადად, ხო? თორე გასწორებით უკვე შემდგომში შემდეგი ეტაპი არის. რა გასწორდება ყველა ვარიანტში. ისევ დავამატებ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი რომ კიდე სხვა დანაპირებებიც იხილოთ. საშუალო დონის ვაზნას ვისვრით, ეხლა ჩვენ არ ვისვრით მაღალი კლასის თურქული ვაზნა. წარმოებელი არის ეს ვენომი. აჰა. ხო და მე ვთვლი რომ საშუალო დონის ვაზნა. აბა შემოახედე რომელი ვენომია? ხო და ნახოთ, გავაკეთოთ 3 გასროლა და 3 გასროლა გვეტყვის რისი მაქნისია ეს იარაღი. ასლან, შედეგი რა არის? ნორმალური 100 მეტრისთვის ძალიან ნორმალური შედეგია. ეხლა ახლოს მივიდეთ. აქედან ჩანა თუ გიდა და თუ გამოჩნდება კამერაში დაგანახეთ, მაგრამ არ მგონია უკეთესია ახლოს მივიდეთ და ვნახოთ რა შედეგი. არ მომწონს შედეგი, მაგრად გაშალა. არ მოგწონს ბალუ შედეგი? არა, რომ უნდა ისე, ნუ ახლა გაუხსნელი ლულისთვის კარგი შედეგია, თუმცა კალიბრისთვის ცოტა გაშლა დიდია. 100 მეტრიანი დისტანციისთვის ისე რა შედეგი არის, მაგრამ აქ გასათვალისწინებელი ერთი ძალიან საინტერესო ფაქტორია, რომ იარაღი არის ჯერ კიდევ ქარხნულ ზეთში, არ არის ასე თქვა დამუშავებული ლულა. მეორე, ყველა ხრახლულიან იარაღს ჭირდება თავისი ვაზნის პოვნა. ეს ცალკე კიდე საკითხი არის. კიდე რამოდენიმე ტესტი ხო არ გავაკეთოთ? აი პირველი ტყვია გაიარა ამის ლულაში. დიახ. ხო და ნუ დამაკმაყოფილებელია, იმიტომ რომ ახლა მე წელიწად ნახევარი ამ იარაღს ვიყენებ და ვიცი შესაძლებლობები რეალურად რაც აქვს. კონკრეტულად ამ იარაღს თუ ასეთი იარაღს? ამ იარაღს ვიყენებ. კონკრეტულად? ასეთი იარაღს ვიყენებ. ხო. ნუ ამ მოდელს მე უბრალოდ გასაგებია. წელიწად ნახევარია ვიყენებ და ვიცი რა შედეგებიც აქვს. თუმცა სიმართლე გითხრა, უკეთეს ველოდებოდი, მაგრამ მინდა თქვა რომ თავის დროზე იმ ახალმაც დაახლოებით ეს გაშლა მომცა რა. გასაგებია. ბალო, იმიტომ რომ ჯერ ლულაში ზეთია. ხო, ლულაში ზეთია, ლულა გასახსნელია, გასახედნია ასე ვთქვა. კაი, რომა, ეგ ბინოკლიც თურქული წარმოების ხო არ არის? არ არის. თურქული წარმოებისა ეს მაქვს გერმანიაში შეძენილი. დიდი ალბათობით არის ჩინური წარმოება, ოღონდ არის მაღალი ხარისხით შეომალე. იყიდება შენთან მაღაზიაში? ჩემთან მაღაზიაში სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის არ იყიდება, მაგრამ უკვე გვაქვს
მოლაპარაკებები სატესტოდ. ძალიან კარგი ტესტი გაიარა ჩვენ პირობებში. კარგი მოდელია, კარგი ხარისხი აქვს. მანძილ-მზომით სოზუსტესი აქვს. თან მანძილსაც ზომავს. ვაუ, მაგარია. ტემპერატურას, დახრილობას, ყველაფერს აჩვენებს, არის უმაღლესი კლასისა რა. იმედია მალე შემოიტანთ. კი, გვექნება. ზევით მოხდა? ზევით მოხდა ზუსტად ჯვარი რომ იწება იქა. წესით ახლა 10-15 გასროლის მერე უნდა მქონდეს აქ საწმენდის საშუალებები. უნდა გამოუხეხო კარგად ლულა. მერე კიდე 10-15 კიდე კარგად და რამოდენიმეჯერ იქნება მერე ის შედეგი, რაც რეალურად შეუძლია იარაღს. ეხლა უბრალოდ ლულა გავახურეს სავით თუ შეიძლება ითქვას და თან ცოტა შტრიხები შევიტანე ოპტიკაზე, აგერ ნასროლი. ნახოთ აბა. თან ოპტიკა გავასწორე ბარემ გამოსულზე. აჰა, გასაგები. ანუ საკმაოდ კაი გასროლები გაკეთე და ბოლოს უკვე შედეგად ღებულობ. კი, 100 მეტრიან დისტანციაზე, გაუხსნელი ლულით. 100 მეტრ დისტანციაზე მინდა გითხრათ, კარგი გასროლაა. 2800 ლარს რომ იარაღში გადაიხდი, იმის კვალობაზე არის უკარგესი გასროლა მინდა გითხრა. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მაქვს სასიამოვნო სიახლე ჩვენი არხის ერთგული მაყურებლებისათვის, მონადირეებისათვის და არა მარტო თქვენთვის. პრემიუმ ხარისხის ძაღლის საკვები იტალიიდან, Top Premium. უკვე საქართველოშია. Super ფასად. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი Happy Pet G-ზე, შეიყვანეთ პრომოკოდი Marleni და მიიღეთ ფასდაკლება. ან დარეკეთ ნომერზე 206-09-48 და გამოიყენეთ პრომოკოდი Happy Doggy. კვებე სიყვარულით. საბოლოო გასროლებს ვაკეთებ. ასლან ზედას ვესვრი რა. ხო და ნახოთ, რამოდენიმე გავისროლეთ, ან ცოტა ოპტიკას კორექტირება, ბოლომდე ვერა, მაგრამ მეტნაკლებად გავუკეთე და 3 გასროლა გავაკეთოთ. და ნახოთ, თან რამოდენიმე გასროლა რომ გაკეთდა, ცოტა ლულა მოჯდა, მიჯდა, რა ვიცი. ხო და 1-3 გასროლა გავაკეთოთ და ვნახოთ რა სიზონს. კაი. კეთანზე მაინც გაურბის კვალიტეტი. გამვამე, ხო? კედანი გამო. კარგია. წავიდეთ, ვნახოთ? წავიდეთ, ვნახოთ. ყველას გვაინტერესებს. მოლოდინი დიდია, ბატონო მარტო. კი ბატონო, მოლოდინი დიდია ნამდვილად. ვა! არა, ეს ცოტა ბალუს პახმელის ბრალია, ვფიქრობ. არა, ბალუს ბრალი ხო, მაგრამ შედეგი ძალიან კარგია, მინდა გითხრა ხალხმა. ეს წერტილი დაახლოებით, აი, ტიტის დადების ზომა. დიახ. და ჩემი აზრით 100 მეტრიდან კარგი შედეგია რა. ნამდვილად, ნორმალურად გადასაღები. მინდა დავამატო, რომ 100-150 გასროლის შემდეგ ამ იარაღს უკეთესი შესაძლებლობა ექნება. კი ბატონო. რომა შენ რა სიტყვი? კმაყოფილი ხარ იარაღით? მე მგონი მე კი არა მარტო ბევრი კმაყოფილი დარჩება ჩემომალენ ამ იარაღით და იმედი მაქვს რომ აი როცა 100 გასროლაზე მეც გააკეთებს ხრახნელი ლულა უფრო მეტ შედეგს იძლევა ზოგადად. ჩვენ რამდენადაც გაგვიგია და ალბათ უფრო მეტი ეცოდინებათ ჩვენს მომხმარებლებს და კიდე ჩვენს მონადირეებს. ბალუ, შეიძლება ახლა მეც გავისროლო? კი ბატონო, მინდა შენი შტაბი ჭრილება. გავცალოთ შენ კამერა. კი ბატონო. ჩართული არის. კი. აქ წითლად ხვანთია. კი. ესე იგი იწერება. მაინტერესებს შენი შტაბი ჭრილება. ეს იარაღი შეიძლება მე მომწონს, მაგრამ შენთვის არ იყოს ის მოსაწონი, არ მოგცეს ის, რაც გჭირდება რეალურად. ეხლა ვნახავთ მაგამა. შიგნით ვაზნა არ დევს, ხო? აქ გვაქვს ვაზნები. ვა, როგორ კარგად შევიდა სავაზნეში. ეს ღია არის, თუ დაკეტილია? კი, გადატენე პირდაპირ და ესროლე. ეგ არის. ესეც სასიამოვნო იყო. ბატონო? მარჯვენა სამები. კი, სუფთას ესროლე. ხო, სუფთა რომელიც არის?
კი ბატონო. აქვე მინდა აღვნიშნო რომ ცოტა წუხელი მოგიწია. ხო. ათიანი. ესე იგი პირველი გასროლა რო გავაკეთე მინდა გამოუტყდე ჩემს მაყურებელს რომ ჩემს გამო გვერდზე წაიღო მარჯვნივ მოკაჩვისას დავინახე კიდევაც რომ ანუ მიხდი რომ შენი ბრალი იყო. დიახ, ზედმეტი ძალა დავატანე. ხო. შემდგომ უკვე მეორე ორი გასროლა გავაკეთე უკვე დინჯად, ნაზი გამოკვირებით, რითიც შედეგი 100%-იანი დაიდო, იმიტომ რომ წითელშია მოხვედრილი. მიდი აბა დანარჩენიც დაცალე, 10-ე ვაზნა დაცალე და მივიდეთ და ნახოთ. მე მგონი არცაა მაგდენი საჭირო ჩემო ბალო, იმიტომ რომ აშკარად იგრძნობა შედეგი. ხო, ნუ როგორც ავთქვი რა, ზუსტად ის მოხდა რა. ერთი გამექცა, იმიტომ რომ ეს ემოცია. ცოტა ხო, არასწორად მოვიქეცი და შემდგომ უკვე გაცილებით უფრო მეტი სტაბილურობით უკეთესი შედეგი მივიღე. მინდა გითხრა ბალო რომ იარაღი მომწონს. კარგი. მართლა მომწონს, მართლა კარგი იარაღი არის და რამდენი იარაღი გეგულება მაგ ფასში სიტყვაზე, რომელსაც კონკურენციას გაუწევს ეს იარაღი. საქართველოს ბაზარზე მინდა გითხრა რომ ამ ფასად დარწმუნებით მინდა გითხრა ამ ხარისხის იარაღს, ამ კალიბრისას ანუ მე ახლა სხვა ბრენდებს არ დავასახელებ, იმას შეიძლება გაუწიოს ყიგიაგი, მაგრამ ერთი რაც შემიძლია გითხრა, ამ ფასში ამ დონის იარაღს ვერ იყიდი. მეც ეგრე მგონია ნამდვილად. ეგრეა. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. დგას ასლან, გასროლები გააკეთე. შტაბეჭილებები როგორი არის? აი, როგორ გითხრა? აი, სასიამოვნო შტაბეჭდილება, არ ვიცი ახლა ეს მე სროლა მიყვარს და იმიტომ თუ რატომ არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ამ იარაღს, ამ კალიბრს პირველად არ მისვრია, ჩვენ გქონდა ადრე ჩანაწერიც, მაგრამ მინდა გითხრათ რომ აი მართლა სასიამოვნო სასროლია რა. სიამოვნებს. პირველია რომ მე და ასლანი იარაღზე არ ვკამათობ. არა, მართალია, იმიტომ რომ პირველი ფაქტია რომ ჩვენ არ ვკამათობ. მართლა სასიამოვნო და არ ვკამათობთ კონკრეტულად ამ მოდელზე. მე თაყვანს ვცემ ძალიან სეჩკინის აი ამ მოდელს. დანარჩენზე შეიძლება ვიკამათოთ, კაცო, რა ვიცით, ჯერ კიდე წინა ბევრი საკამათო, მაგრამ ეს მოდელი მე პირადად ძალიან სასიამოვნოა რა, რომ ესური სიამოვნებს. და ამ მოდელს მე ვთვლი. ბალო, ესეთი ოპტიკები იყიდება თქვენთან მაღაზიაში. კი, და ეხლა სხვათა შორის ფასი რა აქვს? კარგ მოდელებსაც ველოდები. მაგალითად ამ ოპტიკას, ამ კონკრეტულს 10 წლიანი გარანტია უწერია 308 კალიბრზე და ეს კალიბრი ვერ გააფუჭებს ვერასოდეს. დიახ. ეხლა ველოდებით კიდე უფრო კარგ მოდელებს და მე ვთვლი რომ ამ კალიბრს ჭირდება აუცილებლად ან კოლიმატორი, ან მსგავსი ოპტიკა. ეს კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს რა ოპტიკა არის. ეს კონკრეტული მოდელი არის Vector Optics-ის 1X24 გადიდები. არა, იარაღიც კაი. ფასი რა იყო ოპტიკის? ოპტიკები იწყება ჩვენთან 700 ლარიდან და ადის 1200 ლარამდე ისეთი კარგი ოპტიკები, რომელიც რეალურად მუშაობს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გამოხატული შტაბეჭილებები რაღაცა დონეზე წარმოდგენას შეგიკრავთ, თუმცა ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის, აუცილებელი არის საკუთარი თვალით ნახოთ, საკუთარი ხელით შეეხოთ იარაღს, იმისათვის რომ მოირგოთ და სწორი არჩევანი გააკეთოთ. რაც შეეხება გასროლებს, რა თქმა უნდა, თქვენ ამ გასროლებს ვერ გააკეთებთ, სანამ არ შეიძენთ და ამიტომ ალბათ სიტყვაზე უნდა გვენდოთ. ესეთია ეს იარაღი, ვფიქრობთ, რომ კარგია და რავი, თუ გვეშლება დაარჩენით თქვენ მობძანეთ მაღაზიაში, ნახეთ და თავად შეაფასეთ. კომენტარებიც დაგვიწერეთ და თუ კი ვინმეს გაქვთ ეს იარაღი ხმარებაში, ძალიან გთხოვთ გამოგვეხმაურდეთ და კომენტარეთ, რამდენად მართლები ვიყავით ამ განხილვაში. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, მეგობრებო და კარგად იყავით. ჩვენი არხის მხარდამჭერები.